მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს სტათის ბანკალების კოლექცია და დღეს ჩვენი განხილვის თემა არის გაზ 14 ჩაიკა, იგივე ახალი ჩაიკა. ძველიც მაქვს, რომელსაც მე გავიხილავ. თან აი აქაც ჩანს ძველი ჩაიკა. და კიდე აი იქ მაქვს შავი. ხედავთ დაერახეთ თვითონ კადრში. დღეს იქნება ჩვენი განხილვის თემა ეს კონკრეტული ავტომობილი. ეს მანქანა გამოდიოდა 1977-დან 18-დან 85 წლამდე თუ არ ვცდები და მაღალი თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი ახალები და ძველები კიდე დაბალი თანამდებობის პირებისთვის, მაგრამ ის 1959 წლიდან 1991 წლის ჩათვლით გამოდიოდა 22 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ამ მოდელს, ეს მოდელი არის კოპირებული Mercedes-ისგან და კიდე ერთი ამერიკული მანქანისგან, Lincoln-ისგან და Mercedes-ისგან თუ არ ვცდები. აი თქვენ თვითონაც უკან ამჩნევთ, რომ Mercedes-ის ფარები აქვს. ხედავთ თქვენ თვითონ და Mercedes რო გაქვს მაგასაც ხედავთ, მაგრამ ეს არ არის Mercedes, ეს არის გაზი. ეს არის ახალი ჩაიკა. მოგიყვებით კონკრეტულად ამ მანქანაზე რა ხდება. ესეთი მანქანა ემსახურებოდა ედუარდ შევარდნაძეს, როცა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. ესეთი ალექსი ნაურსაც ემსახურებოდა, როცა კგბ-ს მეთაური იყო თუ არ ვცდები, მაგრამ ალექსი ნაური 50-იან წლებშიც იყო უშიშროების თანამშრომელი თუ არ ვცდები. იმიტომ რომ ბევრი მინახავს. რავი, მაგაზე საუბარი ხლა აღარ გვინდა. კონკრეტულად ეს მანქანა რაში არის უფრო სხვანაირი. ესე იგი, ახალი ჩაიკა მით უფრო სხვანაირია ყველაფრით. მოტორითაც სხვანაირია. ყველაფრით სხვანაირია, მაგრამ ამის წარმოება იმიტომ შეწყვიტა ეს, რომ გორბაჩოვმა თქვა, რომ ეს მანქანა არისო არ არის აში და ზილებით ჩაანაცვლა, იმიტომ რომ შეწყვიტა მაგის გამოშვება. მან თქვა, რომ რაღაცა მიზეზების გამო შეწყვიტა, არ ვიცი რა მიზეზით შეწყვიტა მაგის წარმოება, მაგრამ რო ვიცოდე, აუცილებლად მოგგვიდით ინფორმაციას, მაგრამ ესე იგი, აი ხედავთ, აი შიგნიდან სალონს ხედავთ. აი და სხვა არაფერი. და აი ესენი აქ კალპაკები აქ. განსხვავდება იმითი, რომ ძირითადად ეს მანქანა მოდელი არის დამზადებული ჩინეთში, გაზ 14 ჩაიკა, დიაგოსტინია ნაწერია რატომღაც, არის ეგეთი მანქანები და ეს მანქანა ეს ედუარდ შევარდნაძის ავტომობილი დგას თბილისის ავტომუზეუმში. შეგიძლიათ რო ეწვიოთ და რავი, მოგითხრათ, ამაზე აღარ გვინდა საუბარი. და აი ესეთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველსაც ყავდა არძიმბა, თუ გაგიგონიათ, მაგაზე არ ვისაუბრებ, არ არის საჭირო, მაგრამ ესეთი ჩაიკები, ეს ჩაიკა მარტო არის, მე მარტო თბილისის ავტომუზეუმში მინახავს. რუსეთში კი იქნება ესე იგი ზილები კრემლის ერთ-ერთ ავტოფარეხში ყავთ შეყვანილი, რომელიც წელიწადში ერთხელ ანახებენ
ვიზიტორებს კარებში. კარგზე აღარ გვიდა საუბარი და მე მგონი ესეთი მანქანაც დგას, მაგრამ ეს მანქანა იყო თავრობის პირებისთვის განყოფილი, როგორ თქვა, ვოლგებიც იყო, გაზ 31-იც იყო, როგორ გითხრათ ახლა და რავი, ეს ფაქტურად გაყიდვაში არ იყო და რავი, ედუარდ ჩევარდაძის საკუთრებაში იყო ის მანქანა, რომელიც დღეს თბილისის ავტომუზეუმში დგას ექსპონატად, მაგრამ აი სალონი აქვს შედარებით სხვანაირი, მაგრამ უფრო რაღაცა ზილის ეს უფრო ახალი ჩაიკა და ის კიდე ძველი. რავი, რა ისტორიაც მოვყევი. შეიძლება შესაბამისი არ არის, მაგრამ როგორ გითხრათ ახლა ეს მოდელი პირადად უფრო 13 უფრო ევასებათ ვიდრე 14, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი არა. თუნდაც მაგრამ 13-საც განვიხილავ მომავალში, მაგრამ როგორ გითხრათ რა ზილებიც მაქვს. ზილას 11, ზილას 11G, ზილას 14 და ზილას 17. როგორ გითხრათ ეგელიც მაქვს. და რავი, მაგებსაც განვიხილავ მომავალში. ეხლა დაგემშვიდობებით მე. არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. და მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და კარგად გრძელდებოდეთ.